ჩვენ გზავრებით ალგეთის დაცული ტერიტორიებისკენ, უпростоრად ალგეთის ეროვნული პარკისკენ და გზად კვლავ არაგეგმიური გაჩერება. ჩემი ახირება სოფელ ასურეთთან გადავწყვიტე გამეჩერებიდან, რადგან მიყვარს ძალიან ეს სოფელი. უпростоრად მისი ისტორია. აქ ოდესღაც გერმანელები ცხოვრობდნენ, რუსმა ოკუპანტებმა ჩამოასახლეს, ვისაც ეს სიტყვა არ მოსწონს, მათთვის ჩრდილოელ მეზობლებად მოიხსენიებთ. სოფელი ასურეთი არის 768 მეტრაზე ზღვის დონიდან და ბოლო აღწერით 1227 ადამიანი ცხოვრობს ამ სოფელში. მე-18 საუკუნისთვის სოფელი ასურეთი ფაქტიურად დაცარიელდა მტრების შემოსევის შედეგად. და სწორედ ამ პერიოდში 1817 წლიდან ალექსანდრე მეფეს ბრძანებით და უშუალოდ გენერალ ერმოლოვის შესრულებით დაიწყო საქართველოში გერმანელების ჩამოსახლება. მიზანი ალბათ იყო ის, რომ მეფეს ჰქონოდა ადგილობრივ მოსახლეობაში დასაყრდენი. სწორედ მეფის მეუღლის საპატივცემულოდ სოფელ ასურეთს ელიზაბეტალი ეწოდა. 1871 წელს გერმანელებმა აქ ააშენეს გოთური სტილის ეკლესია, რომელშიც სამი სახის მსახურება მიმდინარეობდა. იყო მართლმადიდებლური, ევანგელისტური და კათოლიკური კუთხეები. 1941 წელს სწორედ ამ ეკლესიასთან შეკრიფეს ყველა გერმანელი ომის გამოცხადების შემდეგ. ისინი არ გაიწვიეს სამწუხაროდ ჯარში და რაც მანიშნებელი იყო იმის, რომ მათ გაასახლებდნენ. ასეც მოხდა, მათ მისცეს 3 დღე სოფლის დასატოვებლად და შემდეგ გადაასახლეს ყველა, თითოს მისცეს მხოლოდ 60 კილოს წაღების უფლება და გადაასახლეს შუა აზიაში. საინტერესოა ამ საკულტო ნაგებობის ბედი. ტრაგიკულია, როგორც ჩვევია საქართველოს. 1930 წელს ამ ეკლესიას მოაძრეს ჯვარი და მის ნაცვლად დაუყენეს ვარსკვლავი და გახსნეს სოფლის კლუბი. ხოლო 50-იან წლებში 8 წახნაგოვანი გუმბათი, რომელიც ამშვენებდა ამ გოთური სტილით ნაგებ შენობას, მოანგრიეს საერთოდ, ხოლო 1991 წელს საერთოდ დაიწვა. და დღესაც არაკლებენ გრაფიტის მოყვარულები და კედელზე უხვად არის წარწერები. გამაგებიდან ეტა ეს ხალხი ვინ არიან და ამ ზარმა დამაინტერესა გერმანელების კრეატივია თუ ქართველების არ ვიცი, მაგრამ გადაჭრილი გაზის ბალონი ძალიან უხდება ამ გარემოს. მიყვარს ძველი სასაფლაოები, ალბათ ტატოფილიისკენ ვარ მეც მიდრეკილი და რაც უფრო ძველია სასაფლაო, მით უფრო სიმშვიდეს მანიჭებს. ხედავთ ალბათ იასამნის ხეივანს, ეს არის გერმანელების სასაფლაო, რომელიც მათი გადასახლების შემდეგ სავალალო მდგომარეობაში იყო და 2001 წელს ჰომბურგ-საარლენდის და გიმნაზიის მოწაფეებმა სოფლის მოსახლეობასთან ერთად მოაგროვეს სხვადასხვა ადგილას გაფანტული დაზიანებული ქვები და ესეთი ლამაზი სასაფლაო გაშენდა. თუმცა თვითონ შიგნით ხეივანშიც ბევრია ასეთი ქვები და გარდა გიმნაზიის მოსწავლეებისა რაჭველებსაც უნდა უმადლოდნენ გერმანელები, რომ ასეთი ლამაზი სასაფლაო დაუტოვეს მათ. Ruhen in Frieden. დაახლოებით ასე ჟღერს Rest in peace გერმანულად. მაპატიებენ ალბათ დაღუპულთა სულები ჩემს აქცენტს, ხოლო ტელემაყურებელი ამდენ უცხო სიტყვას ერთად წარმოთქმულს. მიფიქრია იმაზე, აქ რომ გერმანელები დარჩენილიყვნენ, რა კარგი სოფელი იქნებოდა დღეს ასურეთი. თუმცა რა დააშავეს რაჭველებმა, შეჰმატეს რაღაცეები მათ გაკეთებულს, ჯერ კიდევ 1907 წელს გერმანელებმა გაიყვანეს წყალგაყვანილობა ამ სოფელში.
და დღეს, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ, წყლის პრობლემა დგას ძალიან მწვავედ და 21 საუკუნეში ასეთ რამეს რომ მოისმენ ადამიანი ერთადერთი რამ გრჩება ჟესტი. ალგეთის წყალსაცავი თბილისიდან 60 კილომეტრი თეთრიწყაროს რაიონი. მისი სიგრძე შეადგენს 3.7 კილომეტრს, ხოლო სიგანე 0.4-ს. როგორც იკითხება, თუ მოიძიებთ ინფორმაციას, 65 მილიონი კუბური მეტრი წყალი უნდა იდგეს აქ, მაგრამ სამწუხაროდ დაწეულია დონე და ხედავთ ალბათ ნაგავს, ამ ბუნებრივი წარმოშობის ნაგავს კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ აი პლასტმასის ბოთლები ყოველთვის დეპრესიაში მაგდებს, როდის მივეჩვევით ქართველების საკუთარი ნაგვის წაღებას. ალგეთის წყალსაცავი, ეს არის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვარი ალგეთის ეროვნული პარკის. სწორედ, როდესაც მთავრდება ეს წყალსაცავი, იწყება უკვე დაცული ტერიტორიები. დაცულ ტერიტორიებზე გამახსენდა, რომ სწორედ გარდაბნის აღკვეთილიდან რამოდენიმე წლის წინ იქნა გადმოყვანილი ლოქოები აქ მოხალისეთა მიერ და ძალიან კარგად გამრავლდა, მინდა გითხრათ და შეგიძლიათ მოხვიდეთ და დატკბეთ სპორტული თევზაობა. ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თბილისიდან 60 კილომეტრის მოშორებით. თრიალეთის ქედის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთ ფერდობებს და მთელ ალგეთის ხეობას მოიცავს. დაარსებულია 1965 წელს, თავიდან დაარსდა როგორც ნაკრძალი აღმოსავლური სოჭისა და კავკასიური ნაძვის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. ცოტა რთული წინადადება გამომივიდა, მაგრამ ალბათ გაიგეთ. ეს იყო 1965 წელს, ხოლო 2007 წელს პარკს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებით არის აგებული. რაც შეეხება კლიმატს, არის ზომიერი, ოდნავ ნოტიო, შედარებით ცივი ზამთრით და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით. რაც შეეხება ხეებს, დაახლოებით 14 სახის ხეებია. პირველ რიგში ნაძვი, ფიჭვი, რცხილა, მუხა, არყი, იფნარი და რითიც გამოვარჩევდი ყველაზე მეტად, წეღან მოუკარი ამ კოინდარზე სოკოებს თვალი. ხოლო რაც შეეხება სოკოებს, 250-მდე ჯიშის სოკო ხარობს ამ ადგილებში და 10 მათგანი მხოლოდ აქ ხარობს. აქ აღმოაჩინეს ეს ჯიშები. ნუ ეცდებით ბავშვებო ეს გაიმეოროთ თქვენ, მაგრამ შეგიძლიათ მიირთვათ. რაც შეეხება ალგეთის იხტიოფაუნას, იგი საკმაოდ მდიდარია, როგორც ყველა ქართული მდინარე. ხრამული, მურწა, ნაფოტა, ქაშაპი, ზედადინებაში კალმახსაც შეხვდებით. სხვადასხვა ჩემი გამოცდილება პირველი თევზაობის სწორედ აქ ვეზიარე, როგორც იტყვიან. ჩემი დაჭერილი პირველი ნაფოტაც მახსოვს და მაშინ უფრო უხვად იყო თევზი, ახლა ცოტა ბებერივით გამომდის ჩვენ დროს, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში ძალიან მომრავლდნენ ბრაკონიერები. რაც შეეხება ბრაკონიერებს, ძალიან სასიხარულო ფაქტი მოხდა, როგორც კი მოვედი და გადმოვტვირთეთ აპარატურა, მოგეხსენებათ, რომ უამრავი აპარატურა დაგვაქვს თავის გაყვანილობებით, 5 წუთში გაჩნდნენ რეინჯერები, ბრაკონიერები ვეგონეთ და რომ აღმოჩნდა, რომ გადამღები ჯგუფი ვართ, დავემშვიდობეთ ერთმანეთს მეგობრულად.
რაც შეეხება ალგეთის ეროვნული პარკის ფლორას, განუმეორებელია 800-ზე მეტი ბალახოვანი მცენარეა. აქედან 74-ს აქვს სამკურნალო თვისებები, 24 არის შხამიანი, 69 დეკორატიული მცენარე, ბუჩქებს რაც შეეხება 74 სახეობის ბუჩქოვანი მცენარეა. და ეხლა შეუყვები ამ აღმართს, ცოტა გამიჭირდება, მაგრამ დავანებოთ წუწუნს თავი, ისეთი ჰაერი და ისეთი სილამაზეა, რომ გამატანინებს ყველაფერს. და რაც შეეხება ლაშქრობის თავისებურებებს, რატომღაც გავრცელებულია ასეთი სტილი, რომ კამუფლაჟიანი ტანსაცმლით დადიან მოლაშქრეები, რაც ძალიან დიდი შეცდომა არსად მსოფლიოში არ ხდება მსგავსი რამ. არ ვიცი ეს 90-იანების გადმოყოლილია თუ უბრალოდ მონადირეებისგან გონიათ რომ ახლა ბუნებაში არიან კამუფლირებული ტანსაცმელი უნდა ეცვათ, თუმცა ლაშქრობებს რაც შეეხება ჯობს მე ჩემი ემოციები მოგიყვეთ, რადგან ლაშქრობებზე ბევრად კომპეტენტური ადამიანი გვეყოლება დღეს სტუმრად. და აი ხედავთ ალბათ როგორი ბილიკია, ვერ მივხვდი ეს ადამიანის გაკვალულია, წვიმის გაკვალულია, ფაქტი ერთია რომ ბუნებაც ჩემ მხარეს არის, მეხმარება აღმასვლაში ზევით, იმედი მაქვს რამე ლამაზი მინდორი იქნება და ცოტას დავისვენებ. ხმელი წიფელი. არ დავიჩემებ რომ ზუსტად ვიცი, უბრალოდ პროზაულად ჟღერს. და უკან ხედავთ ბირთვისის კანიონს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მოლაშქრეთათვის და არა მარტო მოლაშქრეთათვის. რაც შეეხება ფაუნას, მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება მურა დათვი, გელი კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ამბავი, გარეული ღორი, მელა, კურდღელი, ძილგუდა, ძალზედ იშვიათად ფოცხვერი, რამდენჯერმე არის დაფიქსირებული ფოტოხაპანგებში ამ მიდამოებშიც. რაც შეეხება ჩვენში ჩადებულ არქაულ შიშს, ქვეწარმავლებს გულისხმობ. ამ ხრივაც ალგეთის ტერიტორიების საშიში არ არის. აქ ბინადრობს სულ 4 სახეობის გველი. ველის გველგესლა, ცხვირქოსანი გველგესლა, ანკარა, წყლის ანკარა და სპილენძა. მათგან შხამიანი არის გველგესლა. მაგრამ სასიკვდილო ფატალური შედეგით იშვიათად თავდება მისი კმენა, ამიტომ ნუ დავაპანიკდებით და შეეცადეთ დროზე მიხვიდეთ სასწრაფო დახმარების პუნქტამდე. და რაც შეეხება ჩვენში ჩადებულ არქაულ შიშს, თუ ვიხემძღვანელებთ ბიჰევიორიზმით, თუ ბიჰევიორისტიკით, როგორი თქვი ზუსტად არ ვიცით, მივეჩვიოთ პატარა ხვლიკებით და მე ალბათ არც გველის შეგეშინდება. თუმცა მე ვიცნობ ადამიანებს, რომელსაც ესეთი პანიკური შიში აქვს, რომ ხო, საერთოდ ხო უხსენებელს ეძახიან ჩვენში, სახელის ხსენებაც კი ეშინია და ამიტომ ჯერ პატარა ხვლიკებით დავიწყოთ და გადავიდეთ გველგესლებზე. ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე დაახლოებით 80 სახის ფრინველი ბინადრობს. მათ ჩამოთვლას ნამდვილად არ დავიწყებ და ვერც დავიწყებ, რომ გამოვარჩევდი ბექობის არწივს და კავკასიურ როჭოს. ეს არის ფრინველები, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. ალგეთის ეროვნულ პარკში განვითარებულია ფეხით სასიარულო, საცხენოსნო და არქეოლოგიური ტურიზმის სახეობები, მაგრამ სასურველია რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და მე მგონია რომ ასეც იქნება. რატომღაც ქართული ლუდის რეკლამებში, რომლის სახელშიც
ჩააფიგურირებს რაღაც აგრესია შეიმჩნევა ყარაჯაღლონშავ ფაროსან. ამ დროს ხომ შეიძლება რომ უბრალოდ აი ესეთ მინდორზე წამოწვე და დაახრიალო ხევსურული ასეთი სასიამოვნო გასეირნების შემდეგ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ღვთისოთ ურძელაძე. უღრმესი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. თქვენზე კომპეტენტურს ლაშქრობის ამბავში ნამდვილად ვერავის ვნახავდი და მოდით დავიწყოთ ალგეთის ეროვნული პარკით, სადაც ვიმყოფებით. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მე და თქვენ ბევრად მეტი გაქვთ აქ ნავალი და თქვენი აზრი გვაინტერესებს. ხო, ალგეთის ეროვნული პარკი შედარებით ახალი ეროვნული პარკი არის. შედარებით ბორჯომხარაგაული მაგალითად გაცილებით უფრო ძველი არის და პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. შესაბამისად ეს ამის პოპულარიზაცია ახლა ხდება. თუმცა გამოცდილი მოლაშქრეები დამეთანხმებიან, რომ არის ძალიან ბევრი საინტერესო მარშრუტი ამ პარკში, როგორც სალაშქრო, ასევე საცხენოსნო და კვადროციკლებითაც მივლია ბევრი და არ ვიცი, დამწყებ მოლაშქრეებს ურჩევდი, რომ წამოვიდნენ, დახვდებიან დაცული ტერიტორიების რეინჯერები, მიასწავლიან ყველაფერს, რაც საჭირო არის. ასევე ჩვენი ინსტრუქტორები მზად არიან, რომ დაეხმარონ და კარგი ეროვნული პარკი არის სწორედ აი დამწყები მოლაშქრეებისთვის, რომ რაღაც პირველი ნაბიჯები გადადგან ბუნებაში ხეტიალის. პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ახლოა. ხო, ახლო არის მარტივი ბილიკები შედარებით და ესეთ სასიამოვნო ატმოსფერო არის, სადაც დაიჭერენ იმ კაიფს, რაც ლაშქრობაში გვხვდება რა საერთოდ. და სხვა დაცული ტერიტორიებიდან რომელს გამოყოფდით კიდე ლაშქრობის თვალსაზრისით? რომელია საინტერესო და რომელი რით არის უფრო მომხიბლავი? ხო, პრინციპში ბევრი არის ესეთი საინტერესო დაცული ტერიტორია, სადაც შეიძლება სიარული, რაც თავარია, ყველა არის განსხვავებული, ყველას თავისი რაღაც ბუნება აქვს, განსხვავებული სახის. მაგალითად, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები არის რადიკალურად განსხვავებული ბუნებით გამოირჩევა, იქ უფრო რაღაც ესეთი აფრიკული პანორამებია. ხო, უდაბნო არის ძირითადად ნახევარუდაბნო და ასევე ძალიან კარგი არის ბორჯომხარაგაული, თავისი მრავალფეროვანი ბილიკებით, რაც თავარი არის მოწესრიგებული, მარკირებული ბილიკები, სადაც ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ ბუნებაში ხეტიალის სურვილებმა რაღაც კარგი დრო გაატარონ და დაისვენონ, არ გაუჭირდეთ იქ გადაადგილება და არის თავშესაფრებიც მოწყობილი და იმედია ნელ-ნელა განვითარდება, თუნდაც ალგეთის ეროვნულ პარკშიც უფრო და უფრო მეტი ბილიკის მარკირება მოხდება, იმიტომ რომ არის გაცილებით მეტი, ვიდრე ახლა არის ცნობილი საერთო საზოგადოებისთვის რა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ალგეთის ეროვნული პარკი და ზოგადად თრიალეთის ქედი გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრით. არის ფლორას და ფაუნასო თავი გავანებთ. რა თქმა უნდა, ფლორა და ფაუნაც ძალიან ისეთი მრავალფეროვანი არის. კავკასიური როჭო ძალიან ისეთი კარგი სახეობა არის, ულამაზესი წითელწიგში შეტანილი. ბევრი არის ფოცხვერიც გვხვდება მგელი და პრინციპში ჩამოთვლით თქვენ გადაცემის განმავლობაში. არის კულტურული მემკვიდრეობა, რაშიც მინდა ვიგულისხმო ის უცნობი ადგილები, რასაც სამწუხაროდ არ ვაფასებთ ქართველები, იმიტომ რომ ხშირად ვერ ვსტუმრობთ ხოლმე ალბათ. გოხნარის მეგალითი ძალიან მაგარი ადგილი არის, სადაც 1000 წლეულობის წინანდელი მეგალითური ნაგებობა არის, ასევე კლდეისის ლაბირინთები, რომელიც სრულიად შემთხვევით ახლახანს აღმოაჩინეს, სადაც გვხვდება მიწისქვეშა ქალაქი თავისი რაღაც მეგალითური დარბაზებით. შენ ახსენებდი ვახუშტის მოხსენებული აქვს თავის წიგში ეს კლდეისის ქვაბები, ასე უწერია, საიდანაც ეზიდებოდნენ ყინულს მეფეთათვის და ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ეს მხოლოდ რაღაც უბრალო ქვაბები არ არის, აქ აშკარად რაღაც სხვა დანიშნულების ობიექტია და უფრო მეტ გამოკვლევას საჭიროებს, ვიდრე აქამდე მისული მანდ ექსპედიციებმა გამოიკვლია. მაინც ალბათ დამწყებ მოლაშქრეთათვის იდეალურია დაცული ტერიტორიები, რამე თუ
არ შეექმნებათ ისეთი პრობლემა, დაეხმარებიან რეინჯერები, ბილიკები მარკირებულია. ალბათ ეხლა თქვენთვის გამოცდილისთვის უფრო მეტი ხიბლი აქვს ახალი ადგილების და უცხო ადგილებში წასვლას, სადაც მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და დამწყებთათვის ალბათ მაინც დაცულები ჯობს, ხო? ხო, აუცილებლად დამწყები მოლაშქრეებისთვის ყველა ვარიანტი ჯობია ის ადგილები, სადაც მარკირებული არის გზები, სადაც მინიმუმ გზამკვლევი მაინც მიყვებათ და არ გაუჭირდებათ რაღაც გადაადგილება და უსაფრთხოდ დაცულად იგრძნობენ თავს. ესეთი არის დაცული ტერიტორიები ძირითადად. თუმცა დაცული ტერიტორიები სამწუხაროდ არის საქართველოს მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 7% და გვაქვს გაგახსენო 8, იმიტომ რომ დაემატა ფშავ-ხევსურეთი, სულ ახლახანს რამოდენიმე დღის წინ. ხო, ფშავ-ხევსურეთით შევიდა დაცული ტერიტორიების ნუსხაში და ძალიან კარგი არის. აღარ ვილაპარაკოთ, ბუნებაზე გვაქვს ლაპარაკი და ლაშქრობაზე. ხო, ძალიან კარგი არის ესეც, იმიტომ რომ ფშავ-ხევსურეთსაც ჭირდებოდა პრინციპში ბრაკონიერობის პრობლემაც იყო იქ, იყო რაღაც ბევრი ისეთი მომენტი, რასაც მეტი დაცვა ჭირდებოდა, ასე ვთქვათ და იმედია, კარგ შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი რა. მოდი ახლა დამწყებ მოლაშქრეებს რაღაც ისეთი ელემენტარული რჩევები მივცეთ, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება. დავიწყოთ ინდივიდუალური ლაშქრობინა და გადავიდეთ ჯგუფურზე. დავიწყოთ ეკიპირებიდან, რა ვიცი, რას ურჩევდით? ახალგაზრდების გადაწყვიტეს, რომ მოდით გავიდეთ ბუნებაში. ინდივიდუალური ლაშქრობა პრინციპში დამწყებთათვის არ არის მიზანშეწონილი, ჯობია რა თქმა უნდა ჯგუფთან ერთად იარონ. პირველ რიგში აუცილებლად ურჩევდი კარგ ტანსაცმელს, სალაშქრო სამოსს. არის სპეციალური ფირმები, რომლებიც რომელთა მაღაზიებში შეუძლიათ შეიძინონ რაღაც ლაშქრობის სპეციფიკაზე განკუთვნილი სამოსი. არის ორსეზონიანი ეს ყველაფერი, არა მარტო სამოსი, არამედ სალაშქრო აღჭურვილობაც, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. აღჭურვილობას შედის პირველ რიგში ზურგჩანთაში აუცილებელი ნივთები არის კარავი, საძილე ტომარა და ქვეშსაგები. ეს სამი, ასე ვთქვათ, ყველაზე აუცილებელი ატრიბუტი ლაშქრობის. მეგობარი მოლაშქრის. გარდა ამისა, ისეთი დეტალები, ფანარი, დანა, რომლებიც ლაშქრობის დროს აუცილებლად გამოადგებათ. სალაშქრო აღჭურვილობასაც გააჩნია სეზონების მიხედვით ყოფენ, მას აუცილებლად ზაფხულისთვის მორგებული სალაშქრო აღჭურვილობა უნდა წავიღოთ, რომელიც უფრო მსუბუქი არის, უფრო პრაქტიკული არის ზაფხულისთვის. ზამთარში შედარებით უფრო ისეთი მძიმე და ზამთარში პრინციპში სალაშქრო სეზონი არც არის, მხოლოდ გამოცდილი მოლაშქრეები თუ დადიან ხოლმე. სულ ახლახანს გავხსენით სალაშქრო სეზონი ისე გრანდიოზულად კიკეთში, სადაც 500-მდე მოლაშქრე იყო. ამ ღონისძიებით ფაქტიურად რაღაც გადაიდგა ახალი ნაბიჯები ლაშქრობის პოპულარიზაციის თემაში და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული წელი გველის წინ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი და თუ ყველაფერი გამოვიდა, მივაღწევთ იმ მიზანს, რასაც დიდი ხანია ოცნებობდით, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა ადამიანმა იაროს უფრო აქტიურად და დააფასოს რეალურად ის, რაც მართლა დასაფასებელი და ღირსშესანიშნავი გაგვაჩნია ქართველებს რა. ძალიან მაგარი რაღაც უწერია სტეინბექს თავის წიგნში. 40-იან წლებში იმოგზაურა მან რუსეთში და რაღაც იქიდან შთაბეჭდილებებით ერთი ასეთი ფრაზა ამოვიკითხე მის წიგნში. ბევრი რუსი ფიქრობს, რომ თუ იცხოვრებს კარგი ცხოვრებით, მოხვდება არა 64-ში, არამედ საქართველოსში. ეს ფული არავის გადაუხდია მისთვის, რომ ეს დაეწერა და რეალურად ხო, ანუ ნამდვილად არ ყოფილა და ვფიქრობ, რომ დასაფასებელი სწორედ ის არის, რაც შედარებით დამალულია და ნაკლებად ცნობილია ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ბუნება კი ძალიან კარგი გვაქვს, მაგრამ არც ისეთი მაგარი, რომ აი ყველაზე მაგარი ქვეყანა ვარ და ყველაზე მაგარი ბუნება. კი, ძალიან ლამაზია ყველაფერი, მაგრამ ზუსტად აი ეს მისტიკა და იდუმალება, რაც ჩვენს ქვეყანაში იმალება, ის არის თავარი ფასეულობა და ის რომ დავაფასოთ ამისთვის ერთი-ორი ნაბიჯი ფეხითაც უნდა გადავდგათ, ასე ვფიქრობ რა. რა გეგმები გაქვთ? რას გეგმავთ უახლოეს მომავალში ფედერაციაში? გეგმავთ პირველ რიგში თავარი მიზანი გვაქვს ახლა სკოლებში ლაშქრობის პოპულარიზაცია, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ სკოლის ასაკიდანვე უნდა შეუყვარდეს ადამიანს ბუნებაში ხეტიალი.
ძალიან გვინდა რომ ტრადიციული ქართული რაღაც ექსკურსიები ჩანაცვლდეს ლაშქრობებით, იმიტომ რომ გაცილებით უფრო პროდუქტიული და შედეგიანი არის ლაშქრობა ექსკურსიასთან შედარებით. რაღაც მიდიან ნახულობანი კულტურულ ძეგლს, ისიც ისე არასაფუძვლიანად მე იქ რაღაც მშობლების кейფი მიდის და ბრუნდებიან, ნაგავსაც ხშირად ტოვებენ ხოლმე. ეს მომენტი რომ აღმოვხრათ და იყოს რეალურად ის შედეგი, რეალურად იგზნონ რა არის თავისი სამშობლო, დააფასონ ბიომრავალფეროვნება და თავისი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნება და რაღაც ერთმანეთთან უფრო ჯანსაღი კომუნიკაცია დაიჭირონ მოსწავლეებმა. ამისთვის ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე ისეთი წარმატებული პროექტი ჩვენი თუ განხორციელდა და სკოლებში შევძელით მოლაშქრეთა კლუბების შექმნა, რომლებიც ფედერაციის პატრონაჟით იმოქმედებენ და ჩვენი ინსტრუქტორები მიაქცევენ მათ ყურადღებას. რამე კონკრეტული წესები თუ არსებობს, აი ჯგუფური ლაშქრობის დროს, რაღაც თქვენე ალპინისტებს ხომ აქვს თავის ტრადიციები, ყველა საქმის მიმდევარს აქვს რაღაც თავიანთი დაუწერლელი თუ დაწერილი კანონები. აი როგორ არის თქვენთან მაგალითად? ორივე სახის კანონები არსებობს ლაშქრობაში. ნუ დაუწერელი კანონები ძირითადად გამომდინარეობს რაღაც ადამიანის და ბუნების ჰარმონიიდან, იმ ეთიკიდან, რომ რაღაც ნაგავი არ დაყარონ, მოუარონ, ბრაკონიერებს ებრძოლონ. ეს არის ეს მომენტები, რასაც თითოეული ადამიანი, ვინც ლაშქრობაში თუნდაც ერთხელ მაინც წავა, ნელ-ნელა იძენს ამ თვისებებს, რომ ეს გამოუმუშავდება ეს თვისებები, რომ უფრო შეუყვარდეს გარემო, უფრო დააფასოს. ეს არის დაუწერელი კანონები, რასაც მოლაშქრეთა რაღაც ეთიკა, დაუწერელი ეთიკა ითვალისწინებს და მისდევენ. ეს კლუბები, რომლებიც ფედერაციაში ერთიანდებიან, ქადაგებენ ამას, რომ ყოველთვის მოუფრთხილდნენ გარემოს, შეიყვარონ. თუმცა არის დაწერილი კანონებიც, რომლებიც ასევე სავალდებულო არის, ცოტა ისეთი რთული გასვლების დროს, პროფესიონალური გასვლების დროს. მაგალითად ის რომ სალაშქრო ჯგუფის გადაადგილებას თავისი წესი აქვს, ყოველთვის აი როგორ ხდება? მინიმუმ 3 ადამიანი ჭირდება ამას. პირველი არის გზირი, ვინც მიუძღვის სალაშქრო ჯგუფს, მეორე არის გამანაწილებელი შუაში და მესამე არის ჩამკეტი. ეს 3 პოზიცია არის, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ჯგუფის გადაადგილების დროს. მე მგონი მთამსვლელებსაც მსგავსი პრინციპი აქვს. კი, მთამსვლელებთ აქვს, საერთოდ მთამსვლელობა და ლაშქრობა ძალიან გავს ერთმანეთს, თუმცა რაღაც ბევრ მომენტში განსხვავებული სპეციფიკა არის. ლაშქრობა უფრო დაბალ ადგილებში არის, ვიდრე თანსვლელობა და შედარებით შესაბამისად ბუნების რელიეფებიდან გამომდინარე წესებით ცოტა განსხვავებული არის. და რა ფუნქცია აქვს ჩამკეტს თუ რაც ახსენე როგორ ხია? ჩამკეტის ფუნქცია არის სალაშქრო ჯგუფის კონტროლი ზოგადად, ანუ მის წინ მიმავალი მოლაშქრეების უსაფრთხოება, რაოდენობის მუდამ კონტროლი, გზირი რომელიც წინ მიდის, ის აკონტროლებს მარშრუტს, ანუ სწორად გადაადგილებას უზრუნველყოფს, ხოლო გამანაწილებელი მოლაშქრეთა ინფორმირებას უზრუნველყოფს სალაშქრო ჯგუფში. ყველაზე საპასუხისმგებლო რომელია ამ სამთან? სამივე ძალიან საპასუხისმგებლო არის, თუმცა ჩამკეტის მოვალეობა არის ისეთი ყველაზე შრომატევადი, ასე ვთქვათ, ხო. ასევე შეიძლება დაემატოს პლუს ერთი პოზიცია, რომელიც არის მზვერავი. მზვერავის ფუნქცია არის აი არამარკირებულ ადგილებში, ანუ სადაც არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გზის გაკვალვა, ანუ ის ცოტა მოშორებით მიდის და რაც იქ განმოცემს თავისიანებს, აით უნდა წავიდნენ როგორ. მე მასთან ერთად დაზვერვაზე არ წავიდოდი, გამოთქვა. ანუ ეგეც საკმაოდ საპასუხისმგებლოა. კი, არის, რა თქმა უნდა. ნუ ეს პროფესიონალური ლაშქრობების შედარებით უფრო იშვიათად გვხდება საქართველოში, ძირითადად არის ხოლმე ესეთი მარტივი გასვლები, იმიტომ რომ ახლა იდგავს პრინციპში პირველ ნაბიჯებს ჰაიკინგი ესე მასშტაბებში გასვლის მხრივ და რა ვიცი იმედია. რა სეგმენტია ძალიან მაინტერესებს, აი ხო გემატებათ ახლები თუ ძველები, უფრო რომელი რა ასაკის ხალხი არიან? ხო, ნუ ძირითადად რა თქმა უნდა არიან სტუდენტები და ახალგაზრდები ასე ვთქვათ, თუმცა გამოცდილი მოლაშქრეები, რომლებიც ასევე ჩვენთან არიან ძალიან ისე ჩვენი მეგობარი ნიკო ჯავახიშვილი მაგალითად, რომელიც არის ასე ვთქვათ ყველაზე ესეთი მისაბაძი მოლაშქრე, ხო? სწორედ აი ძალიან კარგად აქვს მას ათვისებული, ნუ მთლიან საქართველოს, მაგრამ თრიალეთის ქედზე ძალიან ხშირად დადის ხოლმე და არიან ყველა ასაკის მოლაშქრეს შეხვდებით, თუმცა ძირითადად სტუდენტები, ახალგაზრდები.
დაცული ტერიტორიებიდან მაინც რომელს გამოყოფთ? ნუ ყოველ შემთხვევაში შენთვის ყველაზე საინტერესო რომელია? ჩემთვის ყველაზე საინტერესო ალგეთის დაცული ტერიტორიები არის. სწორედ აი იმ უცნაური ადგილებით, რაც წეგან აღნიშნე, ძალიან მიზიდავს აი ეს თავგადასავლები. საერთოდ ყველა ადამიანი თავის ცხოვრების განმავლობაში თავგადასავლებს ეძებს და ლაშქრობაც არის სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა. ყველაზე მეტ თავგადასავალს ფიქრობ, რომ სწორედ აი აქ წააწყდებით, იმიტომ რომ ძალიან ესეთი უცნაური და გამოუკლებელი ბევრი ადგილი შეგხვდება და თუმცა ძალიან საინტერესო არის მტირალას ეროვნული პარკი, აჭარაში მაგალითად, თუშეთი, სასრულიად განსხვავებული სამყარო იქ, ვაშლოვანი თავისი აფრიკული რელიეფებით და ლაგოდეხი, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან საინტერესო არის აბსოლუტურად. კოლხეთის ეროვნული პარკი აბსოლუტურად სხვა სახეობა არის, იქ საწყალოსნო სპორტები და ეს ძალიან პოპულარული არის bird watching-ი. ყველა სტილის გასვლა არის შესაძლებელი, აბსოლუტურად რა. ჩვენ გვაქვს იმის დიდი რესურსი, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს რაღაც თავისი სიამოვნება მიიღოს რა. ლაშქრობასაც თავისი სახეობები აქვს რა, ესეთ აი კემპინგი მაგალითად ესეთი მარტივი მსუბუქი გასვლა არის, რომელიც ქართველებს ძალიან უყვართ, სადაც მანქანა ახლოს. ხო, ახლოს მედის ასიმეტრია გასავლელი. გიტარით და ესეთ კოცონის ატმოსფეროში, ბანაკში. არის ჰაიკინგი, სტანდარტული ლაშქრობის სახეობა, ლაშქრობა ჰაიკინგი, რომელიც შედარებით უფრო შრომატევადია, ასე ვთქვათ, სასიარულო. ტრეკინგი არსებობს, ქარავანინგი, ძალიან ბევრი სახეობა არის. კეივინგი გამოქვაბულებში ლაშქრობა და არ ვიცი, აი ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისი, რომ ყველა მოთხოვნა ადამიანის დაკმაყოფილდეს, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში. შენ პირველ ლაშქრობას თუ გაიხსენებ, ვინ მოგწამლა, ასე ვთქვათ? პირველ ლაშქრობას ვერ ვიხსენებ, მაგრამ სავარაუდოდ ფიქრობ, რომ ალბათ ზურგჩანთაში ვიჯექი შეიძლება. ძალიან ადრე იყო ეს რა, არ ვიცი. და მე მინდა რომ აი ყველას მიმართო აბსოლუტურად ახალგაზრდებს და არა ახალგაზრდებს რომ დაკავდით ლაშქრობით, რაც შეიძლება მეტი იხეტიალეთ თქვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს ნახავთ, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის თავგადასავალი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდით და აუცილებლად იპოვით მას და გირჩევთ რომ დაკავდეთ აი ყველაზე კარგი ჯანსაღი ცხოვრების წესით, რასაც ლაშქრობა ქვია. გეთანხმები და მეც სანამ საქართველოში ვარ და რამე შემდეგ მოგზაურობას მოვაწყობ, პირველ რიგში მე გავითვალისწინებ შენ შეგონებას და მოვივლი, რაც კი დამრჩა მოსავლელი, თუმცა ყველაფერი მოვივლი ხელმეორედ მოვივლი კიდე. დიდი მადლობა რომ გვესტუმრე, მაყურებელსაც დიდი მადლობა და გელოდებით ლაშქრობაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.